დავეშვი TikTok-ში ჩვენ ქუთაისში, აეროპორტში. უნდა გავიმგზავროთ საზღვარგარეთ. წავიდეთ საფრთხეებში. უნდა ჭამოთ პიტაგირო და დაუბრუნდეთ მეორე. ნანჩე მე პასპორტი შეინახე საფრთხეში. პასპორტი გერდება ჩემს. ჩამოვედით როგორც იქნა ათენში. ანრი, როგორ განწყობაზე ხარ? არაჩვეულა. ნამგზავრი თელი ღამის. მოტივირებულ, ძალიან კარგი. საერთოდ არ მეტყობა რომ აგე ვალერი იქეთანაც გვიღებს. ვალა, როგორ განწყობაზე ხარ? ძალიან მაგარი. მომეწონაო. აი, უგან შეხავ ველოდებით ავტობუსს. მოდით მეტროში და გამარჯობა. მოკლედ გვაქვს ვიქირავეთ მანქანა. გასწორდა ალო. რას, ტრახი. ავედით, მადოპაკა. მოკლედ ეს არა ჩართულიგიო ხო? ჩართულია ვსო. მოკლედ ამოვედით ფუნიკოლიორზე. საბერძნეთის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას, სადაც იშლება ათენის ულამაზესი ხედი და გადავიღებთ რამოდენიმე კადრს, ფოტოებს, ნახავთ, შევხედავთ რა ხდება. ეხლა უყურებ ათენს ზემოდან და არ ვიცი რანაირად გამოჩნდება ვიდეოში, არ ვიცი, შევეცდები რომ გაჩვენოთ ეს სილამაზე და საოცრება. ეს არის ოლიმპის სტადიონი. ეს არის ჰალიკარნასის მავზოლეუმი. ეს არის როდოსის კოლოსი. ხო არ გადაო ბიჭო რა ლამაზია. არ ვიცი მიახლოება როგორ არის. საოცარია მოკლედ. მე ხარ რასაც უყურებ მეგობრებო. არის ლამაზესი. ეკლესია ბოლოს. აუცილებლად უნდა წამოვიდეს ადამიანი ერთხელ მაინც ათენში. და თვალუწვდენელი ლამაზეები აქვს ათენს. ეკლესია თქმა უნდა თმადიდებლური და ქალაქი უბრალოდ არ მთავრდება იმ ხელა. არ ვიცი აღფრთოვანებული ვარ ათენით. აი ალბათ ჩანს ხალხი დღესაც ის და ლამაზად სქერია. წრეს ურწყავს ქალაქი, კაროჩე, თავისი არქიტექტურითაც, თავისი ისტორიითაც, ხალხის კულტურითაც, აი რა ვიცი რა გითხრათ, განსხვავებული ხალხია, საერთოდ არიან, მე არ ვთვლი ამ ხალხს ევროპელებად, მაგალითად, სხვა რაი ტიპები არიან, რა ვაფშე. ევროპა ბევრი ქვეყანა შეგვიძლია ვნახოთ და ნაღდი ევროპა ვიგრძნოთ, მაგრამ ამ ქვეყანაში ევროპას ვერ გრძნობ. ამ ქვეყანაში გრძნობ ისტორიული ამ ქვეყანა რაღაცა სხვაგან ხარ რა, ევროპა არ არის ეს რა.
ტიპები არავის არ გავანან, საკუთარ თავს გვანან მხოლოდ რა, რა ვიცი რა გითხრათ. პოლისი უნდა ნახო. თუ ვერ ჩამოხვალ, ხო? არა. თუ არ ჩამოხვალ და გაიგებ, დაინახავ და ხალხთან კომუნიკაცია არ გექნება, შეიძლება ვერ გაიგო რას ვლაპარაკობ რა. ძალიან დიდი ცალი. არა. 4 ევრო, 4 ლარია ჩვენ. ამათთან 4 ლარია. ჩვენთან 11 იღეს. სავიძენიაში გავიჩითეთ. შევუკითხეთ პედაგოგიები და ერთი რაღაცნაირი ქაბაბი და რაღაც საწები. No price, no price. With fry for you. And one more for the This. Yes. Sorry, I don't understand. Your blue for the middle? Eh? This one. One more this. Yes. Eh? Yes. Okay. And the Greek shell. Yes. ანუ ფასის ხო იქნება? 4 ევრო დემალება. ვეტევით, იგივე გამოდის. One moment. Okay. აი, brilliant. აი ზეთი სკილია. ზეთი მუსიკია მაგარი. ზადა Enjoy your massage. ეს ახლა გასიქრე. ბერძნული ნავი. მაუგურა გემრიელია. აი, ბიჭო. საუკეთესო ხო? აი სარგონჯოლის წენი მონდა თავი. როგორ მონაკარია? დავეთ. უფ, კაი. მოვედით. აგერ ანდრის საყვარელ ადგილას ბაზე. აგე ესეთ ადგილას მოვედით. ტბა, ულიაგმენი. სადაც პატარ-პატარა თევზები მოდიან და კკბენენ. იქ არის აი იქ არის აგერ ღრმული, საიდანაც გამოდის ეს ტბა. აი და მიედინება და ჩადის ზღვაში, ხმელთაშუა ზღვაში. ზღვა აქვე არის რა, ანუ 150 მეტრში. მოკლედ ეგეთი სიტუაცია. ძალიან მაგარი ამბავია სტუდენტებისთვის. ღირს 14 ევრო, ისე ღირს 17 ევრო. გავთიშო? კი მე. ანდრე. არა ძმა. ამა იხედე ჯო. გამარჯობა. საბერძნეთი კარგია. ახლა მივდივართ ათენიდან გავდივართ მანქანა დავაყენეთ, ხო? არის მოდა არაფერი თავიდან. შემოვედით გემზე მანქანით, მანქანა დავაყენეთ თვითონ გემზე და მივდივართ კუნძულ ეგინაზე. არაჩვეულებრივი კუნძულიაო, პისტაჩკების კუნძულია იწახია და სხვათა შორის საბერძნეთმა ნამდვილად ეთყობა საბერძნეთს, რომ ძველი პორტი აქვს და იმიტომ რომ ძალიან განვითარებული არის. ყველაფერი აბსოლუტურად რაც თუ გემს და საზღვაო ტრანსპორტ შეეხება, ამიტომ შემოვედით დავაყენეთ მანქანა და მივდივართ კუნძულ ეგინაზე. კუნძული ეგინა გამოირჩევა სილამაზით, სისუფთავით, სიკოხტავით, პლიაჟებით. და მოდი ვნახოთ, რატომაც არა. დაგიბრუნდებით კუნძულიდან, სპანაობას ვაპირებთ, მოლოცვას ვაპირებთ. რა ვიცი, კარტობას ვაპირებთ რა. მეგობრები, ბიჭები შევიკრიბეთ და ავი, აჩიც აქ არის, რავი, ერთი აღარ ღმერთი. რიხი
რიხი, ჩაგვარი ხილი. ქართული რა? კი. ეხლა ელას მოგესალმებით და სამაძელკა გემით მივდივართ კუნძულ ეგინაზე. რაშმანდოვკა. ორი მეგობარი შეიკრიბა რომელიც გადაწყვიტეს რომ მოდის მორჩენილი ჟესტებისგან შენეს გემი მიამაგრეს 1-2 ძრავი 2-0 ზრავია გატრინოლებული ტურბინიანი შეჭერა არ ვიცი ზუსტად მაგრამ დავასავარაუდო გამოჩელება იგი ყავთ მონები ყავთ და სავარაუდო ჩვენ აი გემზე ამ გემზე გავიყიდებით თუ იქნება ეს ბოლო ჩვენი კომენტარი იცოდეთ რომ მოგძებნით სამაძელკა გემს კერძო კუნძული ან რიძახის ეს ის არის რასაც ვიმსახურებო ასე ცხოვრებას არ მეკუთვნის რა და ეს გაითვალისწინეთ კი ბატონო просто გემიც არ გეკადრება ასეთი უკეთეს ვიმსახურებ დროში ავწდით უბრალოდ ახლა სასტუმრო და რესტორანი მეტი რა შენ მინიმუმი აი ახლა ვიმსახურებ 5 ვარსკვლავი აისბერგს რო შევეჯახოთ რა შევით ამ დროს აისბერგს რო შევეშ ღერი თუ ძალიან მალე შევალთ პორტში ნახო შანსია მანქანით გადმოვედით კუნძულზე და შევალთ პორტში შევაგენებთ მანქანას რო ანუ აი ესეთ როგორ წამოვედი ხოლმე იდეალურია ძალიან მაგრად წამოვედი ჩვენი მძღოლი ბერძენი გიორგოს პაპაკატოკოტოს მეცა გააჩერე არ გავაფუჭოთ Thank you. აი კონძულზე ვართ. აი ეკლესიასთან მოვედით ბიძარი გადავიწეროთ. ავიყვანთ ასე დროს. საფუტელი. ეს აფები, ბარები, ჭამასმის ხალხი. სუკოლგან. აა. ია, აჰა. Okay. Love it. Eginas. The monastery. ეხლა მაგალითად მარტყოფშიც არის რა აქვს აი კი არის როგორ არის არის ბევრი ორსან გაგი რა იქნება დანარჩენი რომელი არის გეუბნებიან აი ზემოთ განდეგილების საცხოვრებლები არა გამოდი ასე მოხდა საერთოდ აიდან კი როგორ ალა პარაკ ნიტანა მეიტანა არა სიტყვაზე რა
ერთ-ერთი ზღვის კერძების რესტორანი, თავისი პლაჟით, ეგინაზე. აი, მეგობრებო, მოვედით სტადიონზე, სადაც გაიმართა პირველი ოლიმპიური თამაშები, ათენის ოლიმპიური სტადიონი. ძალიან დიდი ისტორიის მატარებელია სპორტული სამყაროსთვის და ზოგადად ისტორიისთვის. ასე რომ შევხვდებით. მოვედით ოლიმპიურ სტადიონზე. პირველ აქ იჯდა ხალხი და გიჟივით უყურებდა. ყველაფერი მარმარილოში არის, როგორც ხედავთ. გაწყობილი. ღირებულება შემოსვლის იყო 5 ევრო, არა 10 ევრო იყო, მაგრამ სტუდენტურ ბარას თუ აჩვენებთ, რომელიც გავაკეთეთ 2 ლარად საქართველოში, შემოხვათ 5 ევრო სრულებრივად. არავინ არაფერს არ ამოწმებს, თუ სადმე სტუდენტური ფასტაკლება არის, ყველგან ჭრის. გადამოწმება მაგის დრო არა, ერთადერთი არ ჭრის, გიოზინ უყურე და კიდიათ აგროპოლზე კიდიათ. გინდა სტუდენტი იყავი, და გინდა შემუდენტი. ეპიდარასტები. გეები. აი, როგორც ჩვენმა გიდმა გვითხრა, აქედან გამოდიოდნენ მებრძოლები ოლიმპიური სტადიონიდან. და იმართებოდა ოლიმპიური დაიწყებოდა უკვე ყირინით ოლიმპიური თამაშები. აბა ვნახოთ, აბა მუზეუმი არის და მუზეუმში შევდივართ. ასე კულტურის მატარებელი აქ. აი, ჩირაღდნები. ეს იყო ტორინოში. ასეთები იყო წარმოდგენის დროს იმათგან ერთ-ერთი ეს. სად ეს რომელი ლონდონში 2012-ში ასეთი. მაგათგან ერთ-ერთი. კაია ეს სუვენირები რომ მოაქვთ ეს რა არის? Customs.